მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით. მშვიდობისა, მოგესალმებით. სიკეთეს, სიხარულს და კარგ ხასიათს გისურვებთ და სილამაზეს როგორიც ჩვენი თაკო არის აგერ დღეს განსაკუთრებულად რომ გამოიყურება. როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა. ყოველ დღე და ყოველდღე უფრო. ნუ შეიფერა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს პირველ რიგში და მინდა კიდევ დიდი მადლობა გადავუხადო მაკოს ბუტიკს ასეთი ულამაზესი ლუქებისთვის და მინდა რომ უბედნიერესი და უწარმატებულესი კვირა გისურვოთ და მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენ სტუმარს. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით, მოგზანდით მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორი, არაჩვეულებრივი ხმის და ნემბრის პატრონი. განსაკუთრებული მადლობა რომ მოგზანდებით. ბათუმოსთვის დიდი მადლობა თქვენ რომ შეგვიძლია. ისეთი ამაყი ვიყავით. მებოდა და ჩვენს რა თქმა უნდა. გაიხარეთ. ჩვენს ასე რომ მადლობა. დარწმუნებული ვარ მაყურებელიც დატკბა ამ სოვანებული. გაიხარეთ. დიდი მადლობა. ისევ დიდი აპლოდისმენტები. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში კარგ განწყობაზე. აი ზაფხულის სეზონის მიხედვით არამიშავს ალბათ სიმბოლური იყო ამ სიმღერით დავიწყეთ. ეს სიმღერა ეკუთვნის კაპიტულ მაცათუსების კვერაძეს. და რატომღაც რაღაცა გადავწყვიტეთ დღეს რომ ეს სიმღერა ორგანულია და ესეთია. იმოდი კარგი იყო დღევანდელი ზაფხულისთვის. ძალიან კარგი. კი ბატონო, შემოქმედებით სეზონზეც რომ ვისაუბროთ, რითი გამოარჩევდით და რამე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი თუ იყო განვლილ შემოქმედებით საქმიანობაში. იცი რა არის, შემოქმედებას რაც შეეხება, ეს ზაფხული რო გითხრათ, რაღაცა ისეთი კონკრეტული დაგეგმილი არ მაქვს არაფერი, რაღაცა გულწრფელად მიყვარს მე საუბარი ცხოვრებაშიც და ეთერშიც, მაგრამ რაღაცა შემოდგომის პერიოდში მაქვს ისეთი შემოქმედებითი სიახლე, რომელსაც გაიგებს ყველა და განსაკუთრებით თქვენ. თუ საიდუმლო არ არის თუ შევინახოთ მოდი დავტოვოთ ეს რა. ჩემს სოლო კონცერტს ეხება და აქ აა, კარგი სიახლეები. მაშინ ისევ განვლილს რო დაუბრუნდეთ. თუ რა ყოფილა ისეთი განსაკუთრებული დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი განვლილი გზის განმავლობაში შემოქმედებით პროცესში. ეს ბოლო წელს მეკითხებით თუ საერთოდ, აი რომელს რა ვიცი, ეს ესეთი საქმეა რომ მოგეხსენებათ ხელოვანი ხალხი ბრძანდებით თქვენ და იცით აი ხელოვანის ცხოვრება როგორია რა. უცნაურია ყოველი დღე ხელოვანი ადამიანისთვის და რაღაცა სულ რაღაცის ძიებაში ხარ, რაღაცა არ ყოფნის, რაღაცა არ მოგწონს შენს შემოქმედებაში და რაღაცა ძიებებს მე ყოველთვის რაღაცები ახლავს. ესე ვერ ვიხსენებ რაღაცა წმინდა ნელ-ნელა. ხო, კონკრეტულ რაღაცა ისტორიას. მითხრა ძალიან ბევრი ისტორიით მოვდივარ ყველა ამ ქვეყანაზე დღემდე რა. თუმცა განსაკუთრებული შემთხვევა არის თქვენ შემთხვევაში ოჯახში აბსოლუტურად ყველა მღერით. ოჯახში მე როგორია ხო ოჯახური საღამოები? ოჯახური საღამოები რა ვიცი, როგორც ყველა ოჯახში და ტრადიციულ ოჯახში, მადლობა ღმერთს ყველა მღერის, მადლობა ჩემს წინაპრებს ამისთვის რომ რაღაცნაირად ეს გენეტიკა ჩაიდო ჩვენში და ეხლა ხან შეგვეძინა დიდი შვილები მოკლედ და მესამე შვილი შეგვეძინა 25 წლის შემდეგ პატარა გაბრიელი, რომელიც არის ახლა წლის და 8 თვის და ისიც ღუღუნებს და გვაძლევს ნიშანს რომ აუცილებლად იმღერებს შეუძლია 7 თვიდან ღუღუნებს. ბანანო ბედნიერებას ისე. თუ გინატრიათ რომ თელს ოჯახს ერთ სცენაზე გემღერათ, ან თუ იგეგმება რა იცი რა არის, რამოდენიმე გადაცემაში ამ ბოლო პერიოდში უფროსი ქალიშვილი და საბა 20-ის არის საბა და 25-ის ნინო ამ ბოლო პერიოდში შემომკნენ ესე რომ ვთქვათ ამ თამაში, რასაც თუ თამაში ქვია ამას წყალებში თქვათ ქართული სიმღერის სიყვარულში და გარეთ გაბედეს გამოსვლა და რაღაც გადაცემებში ვიყავით ერთად. ჩვენთანაც ვიყავით კი ბატონო. კი. ხო და რა ვიცი ეხა ის კონცერტი რაც ვახსენე ძალიან მინდა რომ ერთი ნომრით ვიყო ჩემს შვილებთან ერთად და ამას ისე უდგებით რაღაცა ძალიან სიფრთხილით და როგორი ნომერი იქნება და რა მომზადდება ამას ვიღებად მაყურებელი ნახავს. აი მაინტერესებს როგორ არჩევთ სიმღერებს ოჯახში შვილებთან თუ გაქვთ რაიმე კამათი მაგალითად ეს არ გვინდა ის შევარჩიოთ. კი, აი გეტყვით რა. ზოგადად ისეთი სიტუაცია არის ხომ ალბათ ბევრთან ხელოვანის ოჯახში რომ მამას არავის არ მოწონს იგივე გზას თუ აპირებს დაადგეს შვილი და რაღაც თუ აპირებს დაადგეს რაღაცა ისე ხო და ძალიან ისე კრიტიკული არის ხოლმე ჩემი მამის პროფესიასაც გააჩნია ხო დამოკიდებული რა თქმა უნდა ხო და რა ვიცი აი ძალიან ხშირად ვზივართ ერთად ზოგჯერ ეხლა დიდები არიან უკვე და მათი გემოვნება ალბათ უფრო კიდე სხვა ელფერს აძლევს ჩემთვის რაღაც რჩევა რომ მომცენ და ვითვალისწინებთ ერთმანეთს და რაღაცა მეგობრულად ვართ ასაკი დიდი არ არის განსხვავება მენ და მაინც და თითქოს ერთად მოვდივართ რა ბავშვობიდან მე ძალიან პატარა და ოჯახი რა და დავუმეწინეთ მოკლედ და ამ კუთხით და ამ ჭრილში რასაც ქართული სიმღერა ქვია
ძალიან ბევრი გვისაუბრია ერთად და ეხა აქაც რომ მოდიოდი, მოდი ეს სიმღერე, არა ეს სიმღერე, რაღაცა მოდი ეს ხარჯობია, რჩევის სახით ძალიან გვერდში მიდგანან და საერთოდ ვაყოფილი ვარ ამ ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია. მე მინდა რომ ერთი კითხვა დაკისვათ თქვენ. ახსენეთ რომ ნაადრევად, ანუ პატარა ასაკში დაოჯახდით. აი როდის მოხდა ეს დაუშვათ? სიმღერა როდიდან დაიწყო? გეტყვით ეხა ცოტა მე იმერელი ვარ და სწრაფად ვსაუბრობ, მაგრამ მე გულისკენ მიყავთ ეხა გაბავ თავის ჩემი საყვარელი თემა. კი, იქნები გულისფერი და გეტყვით, რომ მე ვიყავი მაშინ 18 წლის და ჩემი მეუღლე იყო 16 წლის. დიახ. სადაც ვსწავლობდი მუსიკალურში, იქ ანუ მუსიკასთან დაკავშირებული ეს ჩვენი ოჯახის შექმნაც იქ სწავლობდა და იქიდან შეიქმნა ჩვენი ოჯახი. ანუ მუსიკალურიდან ერთად უღერით ბავშვობა. გავიგეთ ესე იგი. აი თქვენს მეუღლეს თუ უძღვნიდით სიმღერებს, როგორ მოხიბლეთ? არა მარტო სიმღერებს. ხო, ლექსების რა გითხრა, მაგრამ ხო, რაღაცად ხო, მიმიჯღაბნია იმ პერიოდში ჩემი რაღაც ისულელება ბავშვურად, მაგრამ სიმღერები ალბათ უმეტესწილად რაც ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს სასიყვარულო თემაზე და ლექსი? არა. ნამდვილად? მახსოვს, მაგრამ აქ იმის თქმა შედა. საინტერესო, ესე იგი ბანამდეც ბევრი სიმღერა მეუღლეს რა თქმა უნდა, ხო. სიმღერა რა თქმა უნდა მიძღვნილი გექნებათ მეუღლესთვის. სიმღერით მოხიბლეთ მათ შორის. ხო, რა თქმა უნდა. სიმღერები ძალიან ბევრი საბედნიეროდ რაც იწერებოდა ჩემ ალბომში, რაც შევიდა, უმრავლესობა არის სიყვარულზე და პატრიოტული თემები რა და აქედან ახლა როგორ შეიძლება რომელიმე სიმღერა გამოვყო? ალბათ ვინც გიყვარს ყველა ის სასიყვარულო სიმღერა იმ კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება ასე მგონია. ძალიან თბილია თქვენი სიმღერები და რაღაცნაირად მადლობა ამისათვის ძალიან დიდი. რა არის ეს სიმღერა თქვენთვის? გამოხატულება იმ გრძნობით. სიმღერა არის ალბათ ის მომენტი ადამიანის და განსაკუთრების მომღერლის ცხოვრებაში, რასაც სიტყვით ვერ გადმოცემ შეიძლება და რაღაცა მოქმედებაში შეიძლება ერთ ფრაზაში რაღაცა ადამიანს მიანიშნო და უფრო მარტივად მიაზვტინო ხმა ემოციურად და გააგებინო რა გინდა იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მე ესე ავხსნიდი სიმღერას. სიმღერას ავხსნიდი კიდე რომ ეს არის ალბათ კი არა ღმერთის ძალიან დიდი საჩუქარი, რომელსაც ესე უფალი იმეტებს ქართულ ხალხში ალბათ ყველა ოჯახში უშვებს ამას მადლს, მაგრამ მეტნაკლებად რაღაცა დოზით ყველგან, მაგრამ მე ვთვლი რომ რა ვიცი ჩვენთან და ჩემ ოჯახში და საქართველოში მადლობა ბედნიერები ვართ ამით რომ ქართული სიმღერა და მუსიკა არის გაჯერებული ჩვენში ძალიან ისე რა. ერთგვარი ესე იგი სათქმელია თქვენს ყოველ სიმღერაში, რასაც მე სათქმელს თქვენსაც. კი, იმიტომ რომ ემოციურად მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ის ძალიან მეხმარება და მშველის ძალიან ხშირად აი გულწრფელი რო იყო მართლა არ შემიძლია შეიძლება სიტყვებით რაღაცა ზოგს ეს შეუძლია და ახერხებს კარგად, მაგრამ სუფთა ალალი გულით რო თქვა რაღაცა სიმღერა უფრო ისეთია ნაღდია ჩემთვის. თქვენი სიმღერა სათქმელია თქვენი ესე იგი ასე შეგვიძლია მსმენელმა მე ვფიქრობ რომ ესეა რა ვიცი. და ზუსტად ეგ განცდა დამეუფლა სიმღერის მოსმენის იმიტომ დამებადა ეს შეკითხვა. სცენა და საკრებულოში ადმინისტრაციული საქმიანობა როგორ იცავთ ბალანსს? ხო, იცი რა არის? მადლობა ბექა ოდიშარიას ამისთვის რომ მომცა საშუალება რომ ვიყო საკრებულოში და ვიყო იმ აპარატში, რასაც კულტურის და განათლების კომიტეტი ქვია. ახალ ბედამ ქვია მაინც მე იქ რამოდენიმე თვია ვარ და მადლობა ღმერთს რომ მიწყობენ ისინი ცხელს და ისეთი გარემოა იქ და ისეთ ხალხთან გიწევს კულტურა ეხლა ნუ საგუნდო დამამთავრე სადირიჟორო და ეს ჩემთვის იმდენად ახლო გარემოა იქ რომ ისეთ ხალხთან მიწევს გადაკვეთა და ურთიერთობა რომ რაღაცა რო იტყვიან ეს ზუსტად იქ აღმოჩნდა სადაც უნდა ვიყო და მადლობა მათ ამისთვის. სიახლეები აი თქვენი პროფესიის მიმართულებით იგივე საკრებულოში ხომ არ იგეგმება რამე ისეთი რაც ვიცოდეთ ან ჯერ არაფერი ისეთია. თუმცა გეგმებში გაქვთ. ალბათ არ ვიცი, ჯერ არ ვიცი, ვერ გეტყვი. სიახლეები იყო არაჩვეულებრივი საკრებულოს რაც შეეხება სულ ეს მახსენდება. დიდი მადლობა მინდა საკრებულოს გადავხადოთ ეს ვისარგებლებ შემდგომ. ბატონ ზურას მამაჩემის კი ეხლა 4 იყო კი ბატონ დიდებული ადამიანი და ძალიან დიდებული კაცი გაიხსნა ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი ჩვენი ლეგენდის და სამაყო ადამიანის ბაკეთ და ულამაზესად და სადაც ჩართული იყო საკრებულოც მერიაც და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველას აბსოლუტურად მართლაც მადლობა ჩვენს ვერთებით იმიტომ რომ გულწრფელად ძალიან დიდი ალბათ ბექნომერი ლაპარაკებდა ამაზე როცა მამაზეა საუბარი გულწრფელად ძალიან დიდი მსახიობს მიეძღვნა თავის სახელობის სკვერი და ძალიან დიდი საქმეა აქამდე უნდა ყოფილიყო თუმცა ახლა რომ გაკეთე განსაკუთრებული მადლობა მომერიდებოდა აი საუბარმა მეგონა მადლობა გულწრფელად მადლობა ძალიან დიდი სიხარულით დაუტკბებით და მოგისმენთ კიდევ ერთხელ კი ბატონო ეხა შემოგთავაზებ ცოტა ისეთ რიტმულ სახასიათო სიმღერას კალაკური სატრფიალო ნანა მეცხეა კომპოზიტორი. შეიძლება? სიამოვნებით. სიამოვნებაშია. შემდეგ ავა პატარა რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ დავბრუნდით.
ჩამოვასხი ფიალაში ძველი ღვინო დასაწყალი გულით რობით ამიოსე მინდა თავით სიყვარულში ჩავიწირო და უკოცნო მზის თვალები აისებს მინდა თავით სიყვარულში ჩავიწირო და უკოცნო მზის თვალები აისებს ჩამოვასხი და გავსება ნაზილხენით გამიღიმე თორე მაგული ისევ თუს შემომხედე მაგ თვალებით დავიღალები გაუთენებ თეთრ ღამებს გაზაფხულს შემომხედე მაგ თვალებით დავიღალები გაუთენებ თეთრ ღამებს გაზაფხულს დავიჩოქებ შესარგამელთან აგიჟურუნებით შენ გახდები ჩემი გოხდა პატარაძალი მერე ცხენი თალიონზე მოგეჭრები გაგიტაცებ ერთი ჭიქაცა დამაძალე დავიჩოქებ შესარგამელთან აგიჟურუნებით შენ გახდები ჩემი გოხდა პატარაძალი მერე ცხენი თალიონზე მოგეჭრები გაგიტაცებ ერთი ჭიქაცა დამაძალე ჩამოვასხი ფიალაში ძველი ღვინო დასაწყალი გულით რობით ამიოსე მინდა თავით სიყვარულში ჩავიწირო და უკოცნო მზის თვალები აისებს მინდა თავით სიყვარულში ჩავიწირო და უკოცნო მზის თვალები აისებს დავიჩოქებ შესარგამელთან აგიჟურუნებით შენ გახდები ჩემი გოხდა პატარაძალი მერე ცხენი თალიონზე მოგეჭრები გაგიტაცებ ერთი ჭიქაცა დამაძალე დავიჩოქებ შესარგამელთან აგიჟურუნებით შენ გახდები ჩემი გოხდა პატარაძალი მერე ცხენი თალიონზე მოგეჭრები გაგიტაცებ ერთი ჭიქაცა დამაძალე მერე ცხენი თალიონზე მოგეჭრები გაგიტაცებ ერთი ჭიქაცა დამაძალე